წალკის მუნიციპალიტეტს მანამდე გეოგრაფიულად, ისტორიული კუთხით, სხვადასხვა შეიძლება ესე თქვათ, მიმართულებით, რასაც ვიცნობდით, ფაქტიურად დავრწმუნდით, რომ ეს არის უნიკალური მუნიციპალიტეტი. თავისი განსახლებით, დასახლებით, ცნობისათვის რამოდენიმე 1000 წელია, რაც აქ მოსახლეობა ჭიდროდ სახლობს. თვითონ ქალაქი წალკა და წალკის მიდამოები ჯერ იყო თრიალეთი, შემდეგ იყო ეძანი, იყო ბურმასიგი, ასეთი დასახლება ერქვა და დღეს ქვია წალკა. ანუ ასეთი სახელწოდების ცვლილებები ასეულობით 1000 წლის განმავლობაში ძალიან იშვიათად თუ სხვა მუნიციპალიტეტში შეიძლება ესეთი რაღაცა არ ქონდეს. ასევე გვაქვს დასახლებული პუნქტები, რომლებიც ზოგიერთი ერთეული წლის არის, შეიძლება ესე ვთქვათ, ახალი დასახლებული პუნქტებიც არის ეკომიგრანტებით და ზოგი კიდე ასეული და ამის 1000-ეული წლის პერიოდში. ასე რომ გეოგრაფიულად, ისტორიულად, წარსულით და თანამედროვე თუნდაც ბუნებრივი და ისტორიული მემკვიდრეობით წალკის მუნიციპალიტეტი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებულია. ასევე განსხვავებული არის დმანისიც. წალკაში ასევე საინტერესო ის არის, რომ გარდა ქალაქის წალკისა, ასევე არის 3 დაბა. ეს არის ბედიანი, ხრამჰესი და ასევე თრიალეთი. რასაკვირველია ეს დაბებიც გვაქვს და ასევე გვაქვს 40 სოფელი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტებით არის გამორჩეული. ესე იგი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ჩვენ გადავწყვიტეთ თავდაპირველად, რომ წალკაში გვექნებოდა ერთი ფოტოსურათი. თითეული სოფელი, მაგალითად აიაზმა, ან თქვათ ავრანლო, იქნებოდა ერთი ფოტოთი წარმოდგენილი, მაგრამ იმდენად მრავალრიცხოვანი ძეგლი შეხვდა, განსაკუთრებით ისტორიული და განსაკუთრებით 1000-ობით წლის ძეგლი, რომ წიგნში ჩვენ ერთი ფოტო ვერ გავუშვით. გავუშვით ორი. ერთი ზოგადად მდებარეობის და მეორე ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის და შეგვიძლია ჯამში, რასაც სტატუსი აქვს მინიჭებული, აქაური ძეგლების რაოდენობა 200-ს აღემატება. იქ არ ვთვლით ზოგიერთ სახლებს, ზოგიერთ ისეთ ძეგლებს, რომელიც შედარებით უფრო ახალია. ეს 200-ზე მეტი ძეგლი არის საკმაოდ ძველი, საკმაოდ მდიდარი და ზოგიერთი სამწუხაროდ არის დაზიანებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წალკა თავისი ისტორიული მემკვიდრეობით, ბუნებრივი მემკვიდრეობასთან ერთად ხრამის კანიონი, ეგრეთ წოდებული დაშვაშის კანიონი, ალბათ საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით არ არის. იმიტომ რომ ეს სოფლები, აი თუნდაც ის უზარმაზარი, შეიძლება ესე ვთქვათ, ხეობები ნაკლებად არის საზოგადოებისთვის ცნობილი და აი ტურისტული კომპანიები, ვიზიტორები